გამარჯობა იაკო. მე კი გიცნობ, მაგრამ მინდა რომ ჩემო მაყურებლებმა გაგიცნო და რამდენიმე სიტყვით დაგვიხასიათე შენი თავი. მოგესალმებით. მე ვარ იაკო. 20 წლის ვიყავი, რომ დავიწყე ტრენერობა და გამოდის 19 წელი ვარ ამ სფეროში. მე გავიგე რომ ბავშვებთანაც გაქვთ შეხება და გვაინტერესებს. ესე იგი, ბავშვებთან კი ბატონო, მაქვს გამოცდილება და მქონია ბევრი მოსწავლემყოლია, იმიტომ რომ ჯერ კონკრეტულად ჩემი სფერო არის მხატვრული ტანვარჯიში და თან ამ კუთხითაც პრაქტიკაც მქონია, მყოლია ბავშვები, თუნდაც გახდომის თვალსაზრისით, თუნდაც ფიზმომზადება, როგორიც არის აერობული ვარჯიშები, გაწელვითი ვარჯიშები, ბალანსირებული და ფიზმომზადებაც, ანუ მთლიანობაში არის ფიზიკური ვარჯიშები, ასე ვქვია, ანუ ფუნქციონალური, ანუ ესე კონკრეტულად ფუნქციონალური ვარჯიშები. მაინტერესებს თუ ქონიათ ეგეთი შემთხვევა, როცა ბავშვი არ გემორჩილებათ და არ გიჯერებთ. არა, არ მქონია, ყველაზე პატარა მოსწავლე მყავდა, 5 წლის იყო. ეს იყო ჩემი ყველაზე პატარა მოსწავლე და ვთვლი რომ ყველაზე დიდი იყო, იმიტომ რომ საკმაოდ შეგნებულად და გააზრებულად იცოდა ბავშვმა მისი მდგომარეობა. ნუ რა თქმა უნდა მე მივაწოდე და ჩვენ ეს თემა ძალიან კარგად განვიხილეთ, მე და ბავშვმა წარმოიდგინეთ, ანუ ბავშვს ჰქონდა სრულიად გააზრებული მისი მდგომარეობა და ესე ვერ ვიტყვი ახლა რომ მე ვინმესთან არ ანუ რაღაცან არ მიჯერებდა, არა, იმიტომ რომ ეს არის პირველ რიგში თვითონ როგორ მიუდგება ტრენერი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რა ვიცი, აი ეხლა რო ვიხსენებ, არ მახსენდება ეგეთი სიტუაცია.